გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ევროკავშირი კრიზისშია, ითხოვენ კაია კალასის გადაყენებას. იგლ ჰილსის პროექტის წინააღმდეგ ცრუ კამპანია გრძელდება. თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის ეს გადაწყვეტილება არსებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. არსებობს ცნობები პარტიაში განხეთქილების შესახებ. დეტალებს ნინო არღულიანი არკვევს და პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნაციონალურ მოძრაობაში ფინანსურ პრობლემებს და პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებენ, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ეს არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, რასაც თავმჯდომარის ცვლილება უნდა მოხვას. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დღეს ერთადერთი ირაკლი ფავლენიშვილი იყო, რომელმაც თქვა, რომ თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძის შეცვლა არ იგეგმება. მანამდე კი ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას, რომელსაც არსებული ინფორმაციით სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, რომ პარტიაში თავმჯდომარის შეცვლის პროცედურები დაიწყოს. არაფერი მე არ გამიგია და არაფერი. თქვენ შვილთან არ გქონიათ ამ თემაზე საუბარი? არა ბატონო, არა, ჯერდი მე რა უფლება მაქვს პარტიის საქმეში, როდის იყო რატომ. ზოგადად როგორ შეაფასებთ თინა ბოკუჩავას მუშაობას? ძალიან ბევრი ჭორი მოგვისმენია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც შეეხება თინა ბოკუჩავას იხილავთ ძალიან მალე და თვითონ გექნებათ საშუალება დაუსვათ კითხვები და თვითონაც იგივეს კი პასუხებთ. ჭორები კიდევ ერთხელ მოვიაროთ, არის ის რომ რაღაც დაპირისპირება პარტიაში და ვინმე შეიბრძვის და ვინმე წინააღმდეგია და ასე შემდგომ. არის კონკრეტული მათ შორის ტექნიკური პრობლემები, ხო? რა ტიპის? ბევრი ტიპის ეხლა რა, როცა ფაქტობრივად ყველა ბიზნესმენი არის დაშინებული და აგზალული აქვს დახმარება ოპოზიციური პარტიების. ეზერაშვილი ხო გაფინანსებდა თქვენ? არა, ეხლა ამ პერიოდში არ გვაფინანსებდა ნაკლებად. რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ტექნიკური პრობლემები გვაქვს, პოლიტიკური პრობლემებიც რაღაც დონეზე ისახება. პარტია რომ მილევად რეჟიმშია, ეს მარტივი შესამჩნევია, რადგან პარტიის ლიდერები, მედიის წარმომადგენლებს უკვე დიდი ხანია არსად გვინახავს. ქართული ოცნებისთვის კი ეს პროცესი გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ასე ასრულებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების ნაცვლად ქვეყნის საწინააღმდეგო პოლიტიკით მოქმედებენ. აბსოლუტურად ასე ვთქვათ, განადგურებულ მდგომარეობაში არის ესეთი მოძალადე პარტია და რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული პროცესებისთვის, ასე შემდეგ. ახლა ვის დანიშნავენ თავმჯდომარედ, მათ ვერაფერი ვერ უშველის, ვერ გადაარჩენ წინააღმდეგ. კიდევ სასამართლო პროცესი შევახსენებთ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ საჩივარი გვაქვს შეტანილი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ანუ ხა ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ხო? 21 საუკუნის ვინსტონ ჩერჩილია ფაქტობრივად. როგორც ჩანს, ლევან სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მამა დაალაპარაკა, ისე კი ჩვენი საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს პარტია უკვე დიდი ხანი არის გაუქმებული და სერიოზულად არაფერს აღარ აღიქვამს, რაც ნაცებთან არის დაკავშირებული. მათ დაიმსახურეს, რომ იყვნენ ესე ძალიან მძიმე მდგომარეობაში და რაც დროკავა კიდევ უფრო მეტად დავინახავთ, რომ ნაცები იქნებიან განადგურებული ქართულ პოლიტიკურ ვერსიად. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდირებას უწევდნენ ძალადობას საზოგადოების მიმართ და ღალატს საკუთარი სამშობლოს მიმართ. უსამშობლოები ყოველთვის მძიმედ დამთავრებენ. არსებული ინფორმაციით ნაციონალურ მოძრაობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას არა მხოლოდ ყოფილი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის კადრები უპირისპირდებიან, არამედ მას უპირისპირდებიან მის გუნდში მყოფი პარტიის წევრებიც. სწორედ ამიტომ ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ გიული ალასანიას დაავალა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რომ პარტიაში თავმჯდომარის შეცვლის პროცედურები დაიწყოს. მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ თინა ბოკუჩავა ლევან სანიკიძემ შეცვალოს. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობ.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 14 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტში შეჭრა და დაკავების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. სხდომაზე იკვლევენ ბრალდების მხარის წერილობით და ვიდეო მტკიცებულებებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც კაია კალასის გადადგომას ითხოვს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. ევროკავშირის უპრეცედენტო კრიზისზე მიუთითა რობერტ ფიცომ, რასაც იზიარებენ ქართულ ოცნებაშიც. ნინი გოგიშვილი გაგვაცნობს განცხადებებს. ევროპის შუაგულში საერთაშორისო კრიზისია. ამ კრიზისზე რეაგირებას კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ვერ ახდენს. ამ სიტყვების ავტორი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრია, ადრესატი კი კაია კალასი. კალასი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა საქართველოს მიმართ უსამართლო დაუსაბუთებელი თავდასხმებით. ოფიციალურ თბილისში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ ევროკავშირში გამოფხიზლების პროცესი დაიწყო და სწორედ შეიძლება ითქვას, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითი ფიცოს ეს განცხადება, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი ღიად საუბრობს ევროპაში არსებულ კრიზისზე და ამის ავტორად ასახელებს უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალას. ოფიციალური თბილისისთვის მოსალოდნელი იყო, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალსაღადა ცხადი გახდა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა საგარეო მიმართულებით სრულად დაცლილია ევროპულ ღირებულებებს, ანუ აცდენილია ევროპელი ხალხის ინტერესებს, რის შედეგიც არის გეოპოლიტიკური შეცდომები, მეგობრობის ჩამოშორება და ჩამოცილება და ის, რომ მშვიდობის ნაცვლად ახლა ისინი სწორედ ომის რიტორიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო სამართლის დარღვევით სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხის ინტერესებს. ის პოლიტიკა, რომელსაც Deep State-ის კარნახით ევროკავშირის ჩინოსნები ახორციელებენ, პირდაპირ პროპორციულად აზიანებს როგორც თვითონ ევროკავშირს და ევროკავშირის ხალხებს, ასევე იმ ქვეყნებს, ვისთანაც ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია. ამ ხრივ, რა თქმა უნდა, კაია კალასი გამორჩეულად მავნებლურ გზას ადგას და ფიცოს შეფასება არის აბსოლუტურად მართალი. რამდენჯერმე სკანდალში გახვეული, ბოდიშის მოხდაც მოუწია, როგორც გვახსოვს ჩვენ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე მაინც იცის ის საქართველოსთვის, მაშინ როდესაც საკუთარი პრობლემები და ევროკავშირის პრობლემები იმ ღრმა კრიზისის გათვალისწინებით, რაც რეალურად ევროპაში არის მკაფიო ხელშესახებები. კითხვები კაია კალასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერი ხმამაღლა საჯაროდ ალაპარაკდა მის არაკომპეტენტურობასა და სიხისტეზე. რაც არაერთხელ მოვიდა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებთან წინააღმდეგობაში, არაერთხელ დააშვებინა ევროკავშირის გეოპოლიტიკური შეცდომები, მეგობრები გაიუცხოვა. დიპლომატიისა და მშვიდობის ნაცვლად ომზე ალაპარაკებს ევროკავშირის. აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, რომლებიც აი ამ მცდარ პოლიტიკას ქმნიან. კალასი არის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმ ბიუროკრატიის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარ ევროპული ღირებულებებიდან, აბსოლუტურად. მათი აზრით, თურმე ევროპული ღირებულება არის არა მშვიდობა, არამედ ომი, ევროპული ღირებულება არის არა ეროვნული ტრადიციები, არამედ LGBT პროპაგანდა და ეროვნული ღირებულება არის არა სუვერენიტეტი, არამედ სხვა ქვეყნის მორჩილება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის სახელმწიფოების საზოგადოებები გამოფხიზლდებიან და ეს უკვე დაწყებულია ეს პროცესი და კალასის მსგავსი ტიპის ადამიანები ასეთ თანამდებობებზე, თუ კი საერთოდ დარჩა ასეთ თანამდებობა, აღარ იქნებიან. თავიდან ბოლომდე ევრობიუროკრატთა სისტემა უნდა შეიცვალოს, რომლის ნაწილიც კაია კალასია, სწორედ ისინი არიან ევროპული ღირებულებებით დაცლილი პოლიტიკის ავტორები და ამის ნათელი მაგალითი საქართველოს მიმართ არასწორი პოლიტიკა ამბობენ მმართველ გუნდში და განმარტავენ, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატები სწორედ არაპროფესიონალიზმის სიმბოლოდ იქცნენ.
ევროკომისიის გეგმას, რომელიც ეს ნინი გოგიშვილი იყო, განვაგრძობთ გამოშვებას. ევროკომისიის გეგმას, რომელიც NGO-ებისა და მედიისთვის 600%-ით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს, აკრიტიკებენ ბრიუსელში. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ამბობენ, რომ ბრიუსელი ცდილობს USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას და აქტივისტების ქსელის დაფინანსების გაზრდას. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ის დაკლებული დაფინანსება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგრძნეს, იგივე USAID-ის მეშვეობით რაც ფინანსდებოდა, NED-ის მეშვეობით რაც ფინანსდებოდა, ახლა ისინი, ასე ვთქვათ, იძულებულები გახდნენ, რომ თვითონ შეავსონ ეს დაფინანსება, მაგრამ აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისინი თავიანთი ხალხის ფულს იყენებენ ისეთი NGO-ების დასაფინანსებლად, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ და რამდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზული სკანდალები იყო ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 10 მილიარდი დოლარით ფინანსდებოდნენ და კლიმატის ცვლილების, ასე ვთქვათ, მიმართულებით უნდა ემუშაოთ და აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ მთელი ეს ფული წასული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, ლობიზმისთვის. თუ ადრე ახერხებდა Deep State მეტანაკლებად რაღაცნაირად დაემალა თავისი მიზნები, დღეს უკვე ვეღარ ახერხებს და პრინციპში აღარც ცდილობს, რომ დამალოს თავისი მიზნები იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში თავენ წარმომადგენლები დააფინანსოს ეგრეთ წოდებული NGO-ების სახით და მერე იქ ამის მიხედვით ჩაერიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში. ამერიკის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა USAID ამ ხელა საერთაშორისო ორგანიზაცია გააუქმა და მიზეზად პირდაპირ ჩაწერა აღმასრულებელ ბრძანებაში, რომ USAID ემსახურებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკის ჩარევებში დაფინანსებას და ეს იყო ანტიევროპული. პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეული სამიძე სიტყვით გამოვა. ირაკლი ყობახიძე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი, ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვდება მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს. სამიტით 13-15 იანვარს გაიმართება. სამთავრობო დელეგაციაში არიან საგარეო ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის მინისტრები. ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო, დოკუმენტის უსაფრთხოება თანამედროვე დამცავი ნიშნებით კიდევ უფრო გაძლიერებულია და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დიზაინი არის სრულად განახლებული, ასევე ის არის უფრო მაღალტექნოლოგიური, დაცული და უსაფრთხო დოკუმენტი. მასზე დატანილია მრავალი დამცავი ნიშანი, რომელიც წინა დიზაინის დოკუმენტზე არ გვხვდებოდა, ასევე სიახლეა ის, რომ ახალ დოკუმენტზე დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პირის სტატუსის გადამოწმება, ისეთის როგორიც არის მაგალითად სტუდენტის სტატუსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ასე შემდეგ. ასევე ახალი პირადობის მოწმობა შეიცავს პირის თითის ანაბეჭდს, რომელიც მის გაყალბებას შეუძლებელს ხდის. დიდ დიღომში როსტევანისა და ასმათის ქუჩების გადაკვეთაზე სკვერი გაკეთდა. 9 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი პავილიონი და სკეით მოედანი. სკვერში ასევე არის საბავშვო და სატრენაჟორო სივრცეები. ტერიტორია გამწვანდა. ჯამში დაიხარჯა 1.250.000 ლარი. მოეწყო სკეით მოედანი ბავშვებისთვის, ასევე ატრაქციონები, მოსასვენებელი პანჩატურები, არის განათებული სარწყავი სისტემები, ახალი ხელმძენარეები დაირგო. ყველანაირად მოწესრიგებულია, ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, გართობას, სეირნობას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა რაიონში, ყველა უბანში შესვლას. 2026 წელი იქნება განსაკუთრებული სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით ჩვენი ქალაქისთვის, რასაც ეტაპობრივად მივადგეთ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჩვენი გუნდისთვის. სამუშაოები 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა, რა თქმა უნდა, მოეწყო სარწყავი სისტემა, ტერიტორია გამწვანა, 500-მდე ხელმძენარე დაირგო, მოეწყო ველობილიკი, სკეით მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, ასევე ყველა საპარკო ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა, ყველა თაობის ადამიანებისთვის არის ეს ტერიტორია მოწყობილი, პროექტის ღირებულება 1.200.000 ლარი შეადგენს. ეს ბოლო ინფორმაცია იყო, ქრონიკა პირდაპირ ეთერში 17 საათზე დაბრუნდება დროებით.